გვაქვს 4 მეთოდი ღვინის დაყენების. წითელი, ქარვისფერი, ჭაჭასთან შეხებით და თეთრი და ვარდისფერი, ჭაჭის გარისთან შეხებით. მთელი მეღვინეობა არის ეს საფუარი, როგორ ვამუშაოთ კარგად და კანთან შეხება რამდენ ხანს გქონდეს ამა თუ იმ ჯიშს. ამის მართვით შეგვიძლია ის ყველა ათასობით ღვინო და სოფლიოში მზადდება არის ამ ფერი, კანის, წვენის და საფურის მართვა. ამხელა პროცესია ღმერთო ჩემო. თუ ავიღებთ წითელ ყურძენს და იგივენაირად კანს მოვაცილებთ და მარტო ტკბილს, ანუ მარტო წვენს დავადუღებთ, ცოტა ფერი გადაყვება და მივიღებთ ვარდისფერ ღვინოს. თუ კანთან შეხება ექნება თეთრ ყურძენს, წითელი ფერი ვერ გადმოვა, იმიტომ რომ არ აქვს, ხო? მივიღებთ ქარვისფერ ღვინოს, ანუ გადმოვა ცოტა ყვითელი ფერი, ცოტა, მაგრამ გადმოვა ტანინი. ანუ ყურძენს ვჭამთ, არომატი არ აქვს, მაგრამ ღვინოში რო გადავა, ესეთი მძიმე მოლეკულა არის. ღვინოში რო გადავა, მოწყდება ის სიმძიმე და გახდება მსუბუქი და აკროლდება და უგზნობს ცხვირზე. და არც ერთი არომატი გარედან არ მოდის, არც დამტვერვით, არც ვარდიდან და არც ატმებიდან რო გადმოდის ხოლმე. ეს არომატები არის ყველა ყურძენში დევს შიგნით. ახლა პირველი წვეთი რო გამოვიდა, უკვე ვარდისფერია. ანუ ამას თუ დავწურავთ და რბილობი კი არ აქვს, ოდნავ შეფერილია უკვე, ნახეთ ყუდა. თუ დავწურავთ, ტკბილი თეთრი იქნება, მაგრამ ცოტა გადმოყვება და გამოვა ვარდისფერი ღვინო. საფერავი დავიღოთ, პირდაპირ დავწურავთ, ვარდისფერი იქნება. ცოტას რომ მოსვამ, აი ყველა ფიქრი უნდა გააჩეროს და მთელი ყურადღება აი აქ უნდა წავიდეს და აი ამის ტკბობაში უნდა გაგიშვას ცოტა ხანი და twin-ი უნდა გაჩვენდეს რაღაცნაირად რა. მაგას ვეძახი კარგ ღვინოს.